1001 ღამე. ნომერი, რომელსაც თქვენ უკავშირდებით, გასულია მომსახურების ზონიდან. კარგი, ვეღარაფერს შევცვლით. მაგრამ მეორედ ეს აღარ გააკეთო, არ გაბედო. ნილუფერ, ბოდიში. ბოდიშ გიხდი. გამიშვი, ხელი გამიშვი. არ მინდა და შენთვის მეყვირა, მართლა გეუბნები. არ მინდა და. გამიშვი. მართლა გეუბნები. ბოდიშ გიხდი, მაპატიე. არ უნდა და მეყვირა. შენ მე არ გჭირდები, გამიშვი. ეს რა ლაპარაკია? როგორ შეიძლება მე ძალიან მიყვარხარ? არა, არ გიყვარვარ. ნილუფერ შვილო. კიდევ ერთი ნომერი ვისწავლებებია ფერიდე, გავაკეთო? რა თქმა უნდა. გააკეთე? ეს რა ფერია? ლურჯი. ეს რა ფერია? წითელი. ახლა დავატრიალებ და ნახე რა მოხდება. ფოკუს, მოკუს. კანმა ფოკუსების გაკეთება ისწავლაბებია. ყოჩახკან, ეს როგორ მოახერხე? აი ახლა ნახე იმ ბურთს ჯიბიდან ამოვიღებ. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. უყურებებია ფოკუს, მოკუს. აბრაკადაბრა. ონური გვიან მოვა შახრაზად. არ ვიცი არაფერი უთქვამს. რომ აგვიანებდეს და მირაკავდა. წესით დარეკავდა. ინებეთ. გმადლობ ფირდევს. კემრიალად მეირთვით. ისე ოთახშია? ბავშვია, ნუ ნერვიულობთ და ავიწყდება. ვერ აღიძე რა მდგომარეობაში ვარ ფირდევს. მესმის ბატონო ანურ, მაგრამ გონია ჯობებს სახლში წახვიდეთ. აღარ დააგვიანოთ. სახლში როგორ წავიდე? ნილუფერს გული ვატკინე, უყვირე. მას მე მივხედავ. ქალბატონ შახრაზადს ნუ აღარ ალოდინებთ. ისიც არ ვიცი შახრაზადს თვალებში როგორ უნდა შევხედო. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჯობია ქალბატონ შახრაზადს სიმართლე უთხრათ. რა სიტყვით? თუ გამბედობას მოვიგრებ მოუყვები, მაგრამ არა. უნდა მოუყვე. სხვა გამოსავალი არ არის. ნილუფერზე ნუ ინერვიულებთ. ჩემო საყვარელო, აქ მარტო რატომ ზიხარ? მან მე მიყვირა. ამას როგორ ამბობ? ბატონი ონური არასოდეს დაგიყვირებდა. არ ვუყვარვარ. ხალს ვუშლი. ეს როგორი ფიქრე? დედა ფირდევს გთხოვ, იზმერში წავიდეთ. ჩემო ლამაზო გოგო, ჩემო პატარა. ჩემ სკოლაში მინდა იქნებ მასწავლებელმა მითხრას დარჩიო. არავითარ შემთხვევაში არსად არ წავალთ. მგონია სადმე გაგიშვებ? ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო. ძმაო ბორხან, ზურფასო დღეს ბოსტნეულის წუნიანი მოგიმზადე. მოგეწონება. გმადლობ, რატომ შეწუხდი? დედა ალბათ გონია რომ მამა ავადაა. შეუძლია რაც მოესურვება ის შეჭამოს, არა მამა? რა თქმა უნდა შვილო. მითხარი ძმაო, რა სისურვებ? ხვალ მოგიმზადებ. გმადლობ, მაგრამ ამ სახლში მე სტუმარი არ ვარ ნერიმან. სტუმარი შენ ხარ. თუ რამე გინდა დამხმარეებს მეტყვი და მოამზადებენ. სუფრასთან გთხოვთ, ვახშამი მზადაა. გოგოებო, მოდით, ალიქემალ წამოდი შვილო. ბუქეთი სად არის? თავის ოთახშია ბაბუა.
რას ნიშნავს ოთახშია? უნდა ვივახშმოთ წადი და უთხარი რომ ჩამოვიდეს. თქვა ჭამა არ მინდა, მადა არ მაქვს თქვენ ჭამეთო. რა, შიმშილობას აცხადებს? ეს რას ნიშნავს? რას ამბობ ბაბუა? უბრალოდ, როცა სკოლიდან მოვიდა, ცოტა შეჭამა და ახლა აღარ უნდა. მაგრამ ავალ ჩამოვიყვან. ბუკეთ, რას აკეთებ შვილო? ხატავებია. მერე დახატე. წამოდი ჩავიდეთ, ვახშა მიმზადაა. არ შევჭამბები არ მინდა. შიერი ხარ, წამოდი. ეკნება ვათხარ. წამოდი ძვირფასო. თელმა ოჯახმა ერთად უნდა ვივახშმოთ. ამიტომ შენც იქ უნდა იყო. წამოდი ძვირფასო. ნუ მაწყენინებ. მამამ თავის ახალ ოჯახთან ივახშმოს ცალთან და სიდედრთან. შვილო, მითხარი ასე რატომ მანერვიულებ? ბაბია ძალიან გთხოვ. ბუკეთ, წამოდი ჩავიდეთ. ჩავიდეთ საყვარელო. ბაბუას ხათრით და ჩემი ხათრით. ადექი გთხოვ. წამოდი. შეხედე ეს ავქაშია. მე შემხვდა. ავქაში რა არის? არიცი? ორკაპა ძვალია. მინდი და იდაახოს დაენაძლევე. მიდი. ხელი მოკიდე. ახლა სანადლეოს დავდებთ. პირველად თამაშობ. მიდი უთხარი თანახმა ხარ. თანახმა ვარ. როცა ახურამეს მოგაწოდებს, სანამ ხელს მოკიდებ, უნდა უთხრა მახსოვსო, სხვანაირად ხელი არ ახლო. ეს როგორ? მოდი აბავცადოთ. ეს გამომართვი? უთხარი რომ გახსოვს. მახსოვს. კარგია, აი ასე. თუ დაგავიწყდება, თამაშს წააგებ. შვილო, რატომ არ გინდოდა სუფრასთან დაждდომა? დაგავიწყდა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვახშმოთ ხოლმე. კარგად ხარ შვილო. ბუკეთს უბრალოდ მადა არ აქვს მამა, მაგრამ რომ არ გვეწყინოს წვნიან შეჭამს. ნიმეთ, დიახ, ბუკეთს წვნიანი მოუტანე, ახლავე. გამომართვი? მახსოვს. ყოჩეხ. ჩემი ყოჩაღი გოგონა, ჩემი ჭკვიანი. ამას დავდებ? ამასაც? აბაზენაში ისეთი კაფეა ვერ წარმოიდგენ. ხომ იბანავებ? მოდი საყვარელო, კაფეან აბაზანაში ჩაწვევი. სურნელოვანი რაღაცეებით დავამატე, წამოდი ძვირფასო. მოდი. მოდი ძვირფასო? რა საყვარელი ხვია? მოგწონს ჩემო საყვარელო? მიდი გაიხადე. ჯოხს ვარდად გადავაქცევ. მანქანაგარეთ არ დგას ყველგან მოძებნე? თუ იპოვი დამირეკე. კარგი? იცი პატარა გოგონამ მიპასუხა, მინდოდა მეკითხა, მაგრამ გამითიშა. მერე ვერ დაგიკავშირდი. ნეტავსად დამრჩა. ეთყობა ვიღაცა მიპოვა. მართალია ტელეფონი და კარგი, მაგრამ ნუ ინერვიულებ. ალბათ სადმე დამივარდა. არა უშავს. ო, რაც მოხდა, მოხდა. ონურქან შეხედე ჩვენ გვერდით. ნამდვილი ილუზიონისტი ცხოვრობს. მამა, ეს ფარმა მიხდება? ძალიან გიხდება. ესე იგი, ილუზიონისტი ხარ? ხო. განსპარასკევს წარმოდგენა აქვს, დღეს ფორმა ვუყიდეთ. ბებია, შენ ხომ მოხვალ წარმოდგენაზე? წამოვიდე? ონურ ყველა ერთად წავალთ არა? დავალთ, რა თქმა უნდა, ძვირფასო. მოდი ახლა ვივახშმოთ, ძალიან მომშვიდე. გთხოვთ. წამოდი. ჩემს გოგოს რა ლამაზი თმა აქვს. რა ლამაზი ფერია. თან რა სასიამოვნო სურნელი ასდის. აბა ჩემკენ მობრუნდი? ნეიტა პირდას, ძალიან მიყვარხართ. მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო.
არა, შენ არ გიყვარვარ. რას ამბობ? ბატონო ნურსაც ძალიან უყვარხარ. თუ ასე რატომ გამერბის? ადრე საერთოდ არ გიცნობდათ ვერფასო. ახლა გაგიცნო და შევუყვარდი. ჩემო ლამაზო. მინდი ბებიას დილინებისა უსურვე და ლოყაზი აკოცე. ბებიამ, დილინებისა. ძილინებისა საყვარელო. შვილო, მამასაც უსურვე. დედა, გთხოვ, მამამ დამაძინოს. კარგი. მამა დამაძინებ? რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ბებიას აკოცე. განმა უკვე მაკოცა ონურ. მართლა? მაშინ წავიდეთ. ხერხულად ხართ. გთხოვთ, თავისუფლად იყავით, ეს თქვენი სახლია. ვიცი შაჰრაზად, ვიცი. დიდი მადლობა. ონურს რამე პრობლემა აქვს? არა, რატომ ეკითხებით? ჩაფიქრებული მომეჩვენა. ახლა ბევრი სამუშაო აქვს და გადაღლილია. ალბათ ისევ საქმეებზე ფიქრობს, მაგრამ მაინც ვკითხავ. აი ასე შვილო. თკვილად დაიძინე. კარგ სიზმრებს გისურვებ. შენც, მამა. Şu anki durumumuzda 12 Eylül gibi bir darbeyi tekrar olsa გთხოვთ. sonucu ne olurdu? Ben bunu გმადლობ შვილო. ებრიელად მიირთვით. მიდიხარ შველა? ზევით მიმეცადინე ბებია. ოჩახ. რა თქმა უნდა იმეცადინო. დილინებისა. ძილინებისა. ძილინებისა. ჯანდაბა ისევ ვერ ვუყურე სერიალს. იქნებ ჯობდეს ფილმს ვუყუროთ. დედა მამა ახალ ამბებს უსმენს. ახალ ამბებში სულ სისულელეებს ამბობენ. თან მოსაწყენია. ბუკეთ. ჩემ ხო ჩემი საკალმე ხომ არ გინახავს? Resim mi? შენ დახატე? Çok güzel. რა ლამაზია. Niye ხელი გავუშვი. ასე რატომ იქცევი გთხოვ? მაჩვენე. Bakma. არ გაჩვენებ. Ya Buket. ბუკეთ. ძაღალ დავწვევი. ძილინების საშვილებო. დედა თუ რამე დაგჭირდება? გითხარი. შვილო, მე ფირდევს იმჭირდება. ვერ გავიგე რა სჭირს. ვეკითხები, მაგრამ არ მეუბნება. დედა რატომ აზრიადებ? მაპატიეთ კალბატონო ფერიდე, მაგრამ ჩვენთან ცუდად ხართ? შვენივრად ვარ შაჰრაზად. მაგრამ თქვენთან როდემდე ვიცხოვრო? იცით რა? სულ ჩვენთან იცხოვრეთ, ძალიან გაგვიხარდება. ძილინებისა. ძილინებისა. დილინებისა. წამოდი ჩვენც დავიძინოთ. წავიდეთ. აჰუ. ძალიან ლამაზად გამოიყურები ძვირფასო. მოგწონს? ძალიან. შენთვის ვინახავდი? ჩემი მზითებია. ლამაზია არა? ლამაზია. ძალიან ლამაზი. წამოდი დავწვეთ.
ნოჩქარო ბალი კემალ. დავწვა ძვირფასო ვეღარ ვითვენ. ჩუმად დორემ გაიგონებენ. მე რა გაიგონონ. შენ ჩემი კანონიერი ცოლი ხარ. რომ ხედავ თავს ვერ ვიკავე ბაჰუ. ჩემო ძვირფასო. აქამდე სად იყავი? სად იყავი? ანურ მითხარი რა გჭირს? არაფერი, უბრალოდ ვერ ვიძინებ. რატომ? არ ვიცი. საყვარელო რამე უსიამოვნო ხომ არ მოხდა? ანურ გთხოვ არ დამიმალო. არაფერი არ ხდება. მართლა. უკაგვიანია დავიძინოთ. ადიხი. წამოდი. ჩვენც მოვედით. ძმაო განი, შემომხედე? რა ლამაზად გამოიყურები? ჩვენ სოფიში დიდი ილუზიონისტი მოვიდა, ძალიან გიხდება, ძალიან. ხან ძალიან ლამაზი ხარ. ადით ფაკოს გაჩვენებთ. გვაჩვენებ. გამარჯობა შახრაზად. აბა შემომხედეთ. მიდი. გამარჯობა. მიხრიბან? მიდი უპასუხე რა სელოდები. ყოჩახ. გამარჯობა ჰალდუნ. არ ვიცი. დათანხმდე. დათანხმდე. საქმე მაქვს სამსახურში. დათანხმდე უარი არ უთხრა. ჩვენ მივხედავთ. კარგი. როცა გამოვალ და გირეკავ. დროებით. მიხრიბან ასე თუ მოექცევი შეყვარებულს დაკარგავ. ნუ აწყენინებ. მე ოფისში მინდა რჩება. მე უნდა გავერთოთ და ჩემ მაგივრად შენ იმუშაო. ფაკოს მაკოს აბრაკადაბრა. მიხრიბან დღეს თავისუფალი ხარ ქაანი სკოლაში მიიყვანე მე მშვიდად წადი პაემანზე. საღამოს ქანს მე გამოვიყვან. არა. ასე როგორ შეიძლება? მე დავბრუნდები. იცოდი ახლა გავფრაზდები მიხრიბან. მის მინე აღარ დაბრუნდე გასაგებია? არ ვიცი შახრაზად. რას ნიშნავს არ იცი მიხრიბან ვერ გაიგე? გეუბნები დღეს თავისუფალი ხარ მეთქი გასაგებია? გავიგე, მაგრამ ეჭვი მემპარება. არ ვიცი იქნება არასწორად ვიქცევი. აგეწენეთ? რა არის აქ არასწორი? ძალიან მოგეწონა. აშკარაა რომ ჰალდუნი მოგწონს. ამას ისედაც ვამჩნევ. მერე იმ კაცს იცნობ. იცი რას წარმოადგენს და შენს მიმართ რას გრძნობს. ვიცი ძვირფასო, რა თქმა უნდა. ხედავ? სანდო და წესიერი ადამიანი ასე არ არის? ასეა. ნუში რა ხდება? ბატონ ჰალდუნს აუცილებლად უნდა შეხვდე. ერთად გაისეირნებთ. ეს ჩემი ჯადოსნური ჯოხია. დრო საკუთარ ბედნიერებაზე იფიქრო მიხრიბან. საკმარისად დაიტანჯე. რას გაიგეთ სიმართლეა ბატონო ანურ? ნილ ოზერის მამა გაკოტრდა როგორც ჩანს. წინ დაუხედავად მოიქცა და საქმე ცუდად წაუვიდა. გარდაიცვალა რა? დია გარდაიცვალა 1999 წელს გაკოტრდა. ეს ამბავი ვერ გადაიტანა, ავად გახდა ამერიკი ინფარქტით გარდაიცვალა. გასაგებია. ნილს დაძმა არ ყოლია. შეიძლება მის ნათესავებს დავკავშირდე. რაღაც გავარკვიე. მამის მხრიდან ნათესავებს არ ეკონტაქტებოდა. დედის მხრიდან კი ერთი დეიდაშვილი ხავს. რომელიც კანადაში ცხოვრობს, არა? დიახ, მაგრამ მითითებულ მისამართზე ვერ ვიპოვეთ. 2 წლის წინ ვანკუვერიდან წასულა. არავინ იცის ახლა სად არის. მისი ახალი მისამართის გაგებას ვთქვით. ჯერჯერობით მხოლოდ ეს შეგვიძლია. კარგი იქნება გავიგოთ სად არის და რა საქმიანობს. თუ გათხოვდა ალბათ გვარი შეიცვალა. სხვა გვარის საზღვარგარეთ მისი პოვნა ძალიან ძნელი იქნება. თუ თურქეთის მოქალაქეა შეიძლება მის გარკვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ზებრას გავაგრძელებთ, მაგრამ ცოტა ხანს უნდა მოითმინოთ. გასაგებია. მაგრამ შეეცადეთ რამე მაინც გაიგოთ. რა თქმა უნდა. შეიძლება წავიდე. რა თქმა უნდა. ნახვამდის. გამარჯობა ბატონო ანურ. გამარჯობა ფირდევს, რას აკეთებთ? საერთოდ ბატონო ანურ. ახლა პარკში ვართ.
ნილუფერმა იცადილა? დიახ. უკეთესად ჭამა ვიდრე გუშინ. მაგრამ ბავშვი სულ მოწყენილია ბატონო ონურ. თვალები სევდიანი აქვს. ხომ არ უტირია? არა, მე დავეტირა. შვებას იგრძნობდა. ახლა უყურებს როგორ მიდიან ბავშვები სკოლაში. ბატონო ონურ, გული ძალიან მტკივა. თუ რამე გთხოვა, აუცილებლად უყიდე. არაფერს არ მთხოვს. ჩუმა და ხმას არ იღებს. არა უშავს, შენ მაინც უყიდე. საღამოს მოვალ და გნახავთ. კარგი ბატონო ონურ. ნილუფერიც გკოცნით. საღამოს გელოდებით. კარგი. აბა ჩემკენ მოიწიე? ბატონმა ონურმა მითხრათ ნილუფერს ლოყაზე აკოცეო. რაც მოუნდება ყველაფერი უყიდეო. საღამოს კი აუცილებლად მოვალო. მალე გაზაფხული დადგება. ხო, მშვენიერი ამინდია. გაზაფხული წლის საუკეთესო დროა, ამ პერიოდს სიყვარულის სეზონსაც ეძახიან. არა ლამაზია არა? მოგწონს? ხო, ძალიან. შენი იყოს. არა. გმადლობ, მაგრამ არა. ნუ თუ არ მოგეწონა? ხო, ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ავიღებ. ნუ მოიხსნი, კონდეს. ინებეთ. გმადლობთ. დიდი მადლობა. ბედნიერად მოიხმარე. სახლში მიდიხარ? ხო. მოდი ცოტა გავისეირნოთ. არა, ახლა არ შემიძლია. როგორც გინდა, კარგი, მე გავიქეცი. ნახვამდის. სად გეჩქარება? რა იყო შეგაშინე? დიდარო ბიჭო, ისევ შენ ხარ? ო, ისე მე ვარ. სულ ვიქნები. რა ხდება? რატომ გამირბი ხარ? იქნებ თავი დამანებო და გამატარო. არ შემიძლია. ამ საღამოს აქ შენ გამომოვედი. შემეშვი. კონცერტზე წავიდეთ. დღეს ძალიან კარგი კონცერტია. დიდი ხანი არანაირ კონცერტზე არ ყოფილ ვარ. კონცერტზე სიარული ყველას მოსწონს. შენ არ გიყვარს? მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კონცერტი, ასე რომ არ მინდა. მაშინ ერთად ვივახშმოთ. ნახვამდის. მისვინე, ერთი არაჩვეულებრივი ადგილი ვიცი. უმერთო ჩემო, რა გინდა? საიდან მოხვედი? რუსული სამზარეულო მოგწონს თუ იტალიური? მთელი ცხოვრება ველოდებოდი, როდის მკითხავდა მდიდარი ბატონი, რომელი სამზარეულო უფრო მოგწონსო. რა სულელური კითხვაა? ნორმალური კითხვაა. მიდი მიპასუხე. მისვინე, შეგვიძლია იაპონურში წავიდეთ, სუში ვჭამოთ, ძალიან გემრიელია. ძირფასო, წადი თავი დამანები. მისამართი შეგეშალა. არა, არ შემშლია. რა ჯიუტი ხარ? არაფერი არ გამოგივა. მომშორდი. ნახვამდის. მისვინე, ეს რა წესია, შუა ქუჩაში მტოვებ? ამჯადოს ნორჩახს ვარ დათვაქცევ. ხო, ჭახშვილო. ბრავო. ბაკოს, მაგოს, აბრაკადაბარა. რა მაგარია? არაჩვეულებრივია. კანს ხვალდილი წარმოდგენა აქვს სკოლაში სევალ. მეც დამპატიჟა. თუ გინდათ, თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ. ხედავთ, როგორ გაიზარდა წარმოდგენა საწყურზე ჩვენს გვეპატიჟება. განძერფასო. მოდი ფორმა გავიხადოთ და შევინახოთ, თორემ დაიჭმუჭნება. გამოდი საყვარელო. ჯერ ბაქო, მერე მერსინი, მერე ფრანკფურტი. სანამ სამსახურის ძიებაში აკეთიკი დავდიოდი, ვერც კი შევამჩნიეთ, რომ როგორ გაირბინა. ცხოვრება სიზმარივითაა ხალდუნ. ნამდვილად ასეა. მაგრამ სიზმარი ზოგჯერ არც ისე სასიამოვნოა. მოვა დრო და ყველაფერი წასულ შაბარდება მიხრიბან. ხო, მაგრამ მე წარსული თან დამყვება.
ტკივილს ვერ ვივიწყებ. ხო, მაგრამ დრო გადის და ახალი ცხოვრების დაწყებაა საჭირო. ჩემი ტკივილი ჩემ სამშობლოში დავტოვე. აქ ახალი ცხოვრება დავიწყე. მიჰრიბან. დრო ძალიან სწრაფად გარბის, მიჰრიბან. ასეთია ცხოვრება. თან ჩვენ სასახში დიდხანს არ უნდა იფიქრო. ჩემი აზრით, თუ ადამიანმა მასახში სიყვარული იპოვა, ხელი უნდა ჩასჭიდოს და აღარ გაუშვას. ხომ გესმის? რასაც გულისხმობ. რას? მე შენ ყოველთვის მიყვარდი. წლების მანძილზე ყველგან გეძებდი, მიჰრიბან. მაგრამ ვერ გიპოვე. ახლა კი ბედისწერა მისევ შეგოხედრა ერთმანეთს. მითხარი, შეიძლება იმედი მქონდეს. ხო. ბენო. არაფერი არ გეტყობა. როგორ მიდის საქმე? გმადლობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მადას ნამდვილად არ ვუჩევი. ასეც უნდა იყოს. ფერიდა ბენო ჭკვიანი გოგოა, წონას უფრთხილდება, რაც საჭიროა იმას აკეთებს. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ალბათ მალე ბოსნეულად ვიქცევი. გთხოვენოდეს ქერამ. იმედია თქვენც მალე გაგვახარებთ ონორ. ხო, მაგრამ როცა ამის დრო მოვა. ჩემო ძვირფასო. ეს თკბილეულის გავსინჯოთ? რა გემრიელია, შენ მოამზადე შაჰრაზად? რას ამბობ, მე არ ვიცი. გულჯანი არაჩვეულებრივი მზარეულია, ძალიან გემრიელად ამზადებს, არა ონორ? ხო. მოდი მივიდეთ. კარგი, მივიდეთ. არი ნერვიულო, მე მოვაგვარებ. რას დალევ? არ ვიცი, თქვენ რას ვამთ? თქვენთვის ეს სასმელი მაგარია. კარგია, სწორედ მაგარი სასმელები მიყვარს. მერვე დღეს კარგად უნდა გავერთოთ. გითხარით, რას ვამთ? ისმინეთ გოგონებო, ბარმენი აიქ არის. მიდით, მას კითხეთ. მოდი ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდეთ. როგორც ჩანს, ბიჭი ცუთხასიაძეა. ხო, ასეა. მელექს უნდა დაურეკო და მიულოცო, როგორ შეგცვალა. რა თქვი? როგორც ხედავ, გოგონებს აღარ დასდევ. კარგი რა, თავი მომამბეზრეს. არ მესმის, როგორ ხდებიან კლუბის წევრები. შენ აქ ნებისმიერს უშვებ? და მაინც ყოჩაღ მელექს, უნდა მიულოცო. სწორ გზაზე დაუყენები ხარ. არ გინდა გაჩერდი. რასაც სიამოვნესურნელი გაქვს. ჩემთან ბედნიერი ხარ? ხო, შენთან ძალიან, მაგრამ ჩემს გოგონებს გულისხმობ? შეგეჩვევიან. არა, გოგოებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პატარები არიან. თან მათი მესმის რთულია. ჩემი მშობლები რამეს გეუბნებიან? რას ამბობ საყვარელო? ისინი ჩემი მშობლებიც არიან. რამე რომ მითხრან არც გაუბრაზდები, არ გრცხვენია. მაშინ ვინ ანერვიულებს ჩემს საყვარელ ცოლს? არის ერთი ალეკემალ, რაღაც მინდა გკითხო. მიდი მკითხე. ის ბიჭი განი აქ რატომ არის? ამ სახლში რატომ ცხოვრობს? მისი და ხომ აქ აღარ არის? ის ჩემი ქალიშვილების ბიძაა. მერე რა, ნორმალურია ჩვენთან რომ ცხოვრობს. მგონი ეს არასწორია. მაგრამ ხომ ვერ გავაგდებ? ამა ჩემმა არ გაუშვა. თან სწავლობს. კარგი, დავივიწყოთ. არ უნდა მეკითხა. ცოტა ხანს კიდევ ავიდან. მერე ყველაფერი მოგვარდება, არა? თხილად ისროლე. ხელკედლებს გამიფუჭებ. მერე გადახდა მოგიწევს, რა? ვისაც ელოდები მალე თუ არ მოვახვდები, რომ აკაურობას გამინადგურებ.
როგორც იქნა. როგორ ხარ მერტ? კარგად. შენ როგორ ხარ ძვირფასო? არა მიშავს. ბელეკ დალევ რამეს. დავლევ, დიდი სიამოვნებით. ეს მომიტანეს მამა. ბურაკ, ნო, Ben geldim farkında. თუ შეამჩნია მოვედი. ხომ გაკოცე? Bu kadar mı yani? სულ ეს იყო? მაყოფილი ხარ? ახლა კი. ბენოს ფეხმძიმობა ძალიან მოუხდა არა? ძალიან. Gözlerinin içi თვალებით სულ უძინის. ქერემი ძალიან ბედნიერია. ხო, ბატონი ქერემით ძალიან შეიცვალა. ბენუმ შეცვალა და ეს ძალიან კარგია. bence de. გეთახმები. Bence kızlar. მგონი გოგო ეყოლებათ. რატომ გონია? არ ვიცი ასეთი წინადგრძნობა მაქვს. მის მოსას რომ შევხედე ასე მომეჩვენა. Geldi. ამბობენ როცა ქალს მოცელი წინ აქვს წამოწეული ბიჭი ეყოლება თუ არა და გოგო. ჯერ მუცელი არც ეთყობა, ეს აიდან მოიტანე. არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ძალიან მინდა ბენოს გოგო ეყოლოს. Görüyorum herhalde. თეორია ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. Tabii. რა თქმა უნდა. გოდი ჩემთან. Belki biz იქნებ ჩვენს გოგო გვეყოლოს. არ გაგიხარდება? გოგო ხომ გინდა? რა თქმა უნდა მინდა. ben senden bir ძალიან მინდა საერთო შვილი გვყავდეს. მეც. მოიცადე ძვირფასად მას გაგისწორებ. Bu mavi ახოცისფერი სამაგრი მიხდება? ძალიან გიხდება. ალექემალ წარმატებას გისურვებ ღმერთმა დაგლოცოს და პრობლემები აგარიდოს. მადლობთ. დედა ბუკეტს მაღალი სიცხე აქვს. არც ისე ცოტა ხანს იწვეს და გამოჯამრთელდება. ექიმი ხომ არ გამოვიძახოთ? რას ამბობ ძვირფასო ექიმი არ სჭირდება. ცხელწვნიან შეჭამს და კარგად გახდება. დედას იმის თქმა უნდა რომ ბუკეთი უბრალოდ შეუძლოდა. სერიოზული არაფერია არა დედა? ხო, წადით შვილო თორემ დაგაგვიანდებათ ბურჯუ დავალებების რეული ჩაიდე. რამე არ დაგრჩეს. არა ბებია ჩანთაში მაქვს. ღმერთმა დაგლოცოს. ქურთუკი ჩაიცვი არ შეგცივდეს. წარმატებულ მუშაობას გისურვებ. aman. ღმერთო, შეამჩნია როგორ მიყურებდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. Bile bile üstüne. დედა არ მესმის რატომ ერევი, თავი დაანებე. Yalan. მართალი არ ვარ? Kız şımarık. ძალიან აგათამამებული. Hiç. სკოლაშიც არ წავიდა. ასეთი ჭირვეული ბავშვი სატანა არ შემიძლია. არც მე. როგორ ხარ საყვარელო? iyiyim. უკეთესად. იმედია ტემპერატურამ ცოტა მაინც დაგიწია. ხო, დაგიწია. საღამოს შეგიძლია ადგე. Babamla bu მამა და ბურჯუ უკვე წავიდნენ? წავიდნენ. მოდი ცაცხვრის ჩაის მოგიდუღებ გინდა? მომიდუღე. კარგი. მალე ბაზარში წავალ. ხომ არ გინდა რამე მოგიტანო? არაფერი არ მინდა ბებია. ბალს გიყიდი. ბავშვობაში ბალი ძალიან გიყვარდა. ბალი უკვე იქნება ბაზარში. ბაზარში რომ არ იყო შენთვის სადმე მაინც ვიშოვი ჩემო ძვირფასო. ჩემო საყვარელო. შეხედე და მიხრიბან ახლა ამ დიდ კუბიკს პატარა კუბიკად გადავაქცევ. ფოკუს, მაკოს. ეს როგორ გააკეთე? ილუზიონისტი ვარ. ჩვენი ბიჭი ნამდვილი ილუზიონისტი გახდება, ხედავ რა ფოკუსებს აკეთებს. შვილო ფორმა სად არის? შენი ფოკუსებით ისიც ხომ არ გააკრე? ya tahmin et. ჩემს აწოლზე იდო. მოიცადე მე მოგიტან. შეხრაზად ონურის სკოლაში ჰოლდინგიდან მოვა. Sabah ამ დილით ადრე წავიდა მითხრა საქმეებს მივხედავ და მერე სკოლაში მოვალო. gel. აბა ჩაიცვი? აი ასე. Tamam.
შაჰრაზად ჩვენ უკვე მზად ვართ. ძალიან კარგი მოსაწყამი გაცვია, კოდიც მიგვაქვს, ეს არ დაგვავიწყდეს. წამოდი წავიდეთ. აბა მომიყევი შვილო. კლასელები ხომ არ გაბრაზებენ. ზოგჯერ. შეგიძლია რომელიმე არხი ჩართო. მუსიკას ერთად მოусმინოთ. არ მინდა. დღეს საკონტროლო გაქვს თუ ტესტირება? არც ერთი. მაშინ ერთ რამეს შემოგთავაზებ. სკოლა გავაცდინოთ. ეს როგორ? სკოლაში არ წავიდეთ. მე რა მოხდა? არც მე წავალ სამსახურში. მამა და შვილი დროს ერთად გაატარებენ. მაგრამ მასწავლებლები გაცდენების გამო გვიბრაზდებიან. რა მოხდა ერთ დღეს თუ გააცდენ? ამას მე მოვაგვარებ. აბა წავიდეთ. რა თქმა უნდა, წავიდეთ. შვილო. როგორ მე უნდა გააჩუმო? გავთავებლად ერის. შენ მაინც გაჩუმდი ისედაც თავი მტკივა. როცა საჭიროა მოსამსახურე მაშინ იკარგება. ნიმეთ საწოლში ჩააწვინე. მომოთი რატომ ტერის? არ ვიცი, ალბათ მუცელის ტკივა. მამეცი მე დავიჭერ. მე თვითონ მივხედავ, შენ წადი დაწექი. დროზე მამეცი ჩემი ძმა. თქვენ კი ამ ოთახიდან გადით. აქ აღარ შემოხვიდეთ. საკმარისია. დედა. რა უზრდელი ბავშვი ხარ? ვის აგდებ ოთახიდან? უზრდელი თვითონ ხარ. მამეცი ჩემი ძმა, არც ერთი აღარ მიეკაროთ. გეყოფა ბუქეთ, არ გწვენია. შენუერევი, გადით ამ ოთახიდან, მამეცი ბავშვი. შემომხედე, რა გრძელი ენა გქონია. გაჩუმდი თორემ მცემა არ აქცდება. არ გაბედო ასეთი ლაპარაკი, შენ სახლში არ ხარ. უზრდელო. დედა, რა გააკეთე? ბუქეთ, მოიცადე. წავიდეს თავი დაანებე. ბავშვმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. უსცერცხლო, გაუზრდელი. დედა, ბაბუ ამის რომ უთხრას, ხელი დამარწყაო. უთხრას? ბაბუის სახლში პატარა ბავშვი მბრძანებლობს, რა საშინელებაა? შეხედე, ჯერ იმაზე დავსხდეთ. არა, იმაზე. აბა, მოგწო შვილო. მე კარგად ვერთობი. ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასო. ნილუფერ, შოკოლადის ტორტი ვიყიდე. რძესაც ხომ დალებ? მოგიწონება. ნილუფერ, ჩქარა, მოდი. რა მოხდა, დეიდა პირდებს? დავეცი. ღმერთო, როგორ მტკივა? ძალიან მტკივა. ონურ, გრანიტის ფასები უნდა შევამოწმოთ, ხალხი პასუხს ელოდება. ხვალ ნახოთ, ახლა უნდა წავიდე. მომართლა, განს ხომ წარმოდგენა აქვს, ახლა გამახსენდა. ჩემი შვილი ცნობილი ილუზიონისტი იქნება. საინტერესო ფოკუსებს აჩვენებს, მეც კი გამაკვირვა. ფოკუსებს ციგნი დასწავლობს, თან ძალიან მოსწონს. კარგია. ტელეფონი. ჩემი ტელეფონი მაგიდა ზეიდო, საყვარელო, მომაწოდე. ახლავე? ნილუფერ. გისმენ, პირდებს. ბატონო ონურ. რა მოხდა, ნილუფერს რამე შეემთხვა? არა, გოგონა, კარგადაა, ბატონო ონურ. მე წავიქეცი. რა? ფეხი გამიცურდა და დავეცი. ვერ ვდგები. რა მოხდა? ძალიან მტკივა. კარგი, პირდებს დამშვიდი, მთავარი არ გაინძრე.
კარგი გასაგებია. ახლავე სასწრაფოს გამოვიძახეთ და მეც 10 წუთში მოვალ. კარგი ბატონო ანურ. რა მოხდა? ფირდევსი წაქცეულა. ალბათ ფეხი გაუცურდა. ონურ, მასთან აპირებ წასვლას. უნდა მივიდე. სხვა ვინმე გავუშვი. არა, მე მივალ. კანი ხომ გელოდება დაგავიწყდა? შეჰრაზადსაც ეწყინება. შევეცდები მიუსრო. არ ვიცი, მე რამეს მოვიფიქრებ. რა სისულელეა. სასწრაფო ნურჰაიათმა გამოიძახოს ფირდევს ავადმყოფოში წაიყვანენ. რა პრობლემაა? რა საბობ ქერემ? მე ნილუფერი. ბავშვი მარტო თუ დარჩა, როგორ მიხედავს საკუთარ თავს? მარტო რატომ? ძიძა ვიპოვოთ. შენ არ გესმის ქერემ. პატარა გოგოზე ვლაპარაკობ, რომელსაც დედა მოუკვდა. ის ბავშვი შეიძლება ჩემი შვილია. არის ამის ალბათობა. თუ ჩემი შვილია და მარტო დავტოვებ, ისეთივე შეცდომას დაუშვებ, როგორც მამა შენმა დაუშვა. მართალი ხარ. ნაბატია ქერემ. არ მინდოდა შენი წყერინება. არა, არ მწყინს. წყენა რა შუაშია. უბრალოდ გამახსენე რომ მეც მიმატოვეს ბავშვობაში. მადლობ. ქერემ. წადე. მიხედე თორემ შენი ქალიშვილი ჩემბეც გაიზიარებს. წადე. ქერემ. სამინისტროში გინდოდათ დარეკვა. დაგაკავშიროთ? სხვა დროს იყოს. ხვალ დავრეკოთ. ახლა არავისთან არ მინდა ლაპარაკი. კარგი. მამაღა მოვა დედა. რა თქმა უნდა მოვაშველო. ბოლოს მსგავს ღონისძიებაზე ონურის სკოლაში ვიყავი, როცა ცოდნის დღეს აღნიშნავდნენ. ონურსაც ჰქონდა წარმოდგენა? რა თქმა უნდა. თან ქერემთან ერთად. ქერემი მონადირე იყო, ონური კი პრინცი. ესე იგი ფიფქია და 7 ჯუჯა დადგეს? შეჰრაზად ნეტავ გენახა. ისეთი საყვარლები იყვნენ. ფოტოები ხომ არ გაქვთ? სადღაც შევინახე. მერე გაჩვენებ. კარგი. ონური ხის ცხენზე ამხედრებული შემოვიდა. გოგონა უნდა გადაერჩინა, რომელმაც მოწამლული ვაშლი შეჭამა. თანაკლასელების მშობლები აღფრთოვანებულები იყვნენ. ეჭვიც არ მეპარება. სამწუხაროდ მუსინმა მოსვლა ვერ მოახერხა. შვილისთვის არ ეცალა. ფეხზე დგომა არ შეგიძლია? არა, ფეხს ვერ ვდგამ. ნილუფერი დამეხმარა და ძლივს წამომაყენა. ძალიან გტკივა? ხო. ტკივილი წელზეც გადავიდა. ნილუფერმა მაშინ ვედამადო ყინული და ცოტა შვება ვიგრძენი. ესე იგი ნილუფერმა კარგად მოგიარა, ხო ჩახ? ბატონო ანურმა პატიეთ. მოულოდნელად მოხდა. უცებ წონასწორობა დავკარგე და წავიქეცი. კარგი ფირდევს ხდება ხოლმე, ნუ ნერვიულობ. სასწრაფო გამოვიძახი, მალე მოვა. საავადმყოფოშიც დავრეკე, მითხრეს პირად ექთანს გამოვუყოფთო. დიდი მადლობა. მე აქ ვიქნები. დედა ფირდევს ძალიან გტკივა? საყვარელო. ხელი დამადე თუ არა გამიარა. ბოლოს და ბოლოს ისწავლე რომ კარი გასაღებით გააღო. ქერემ? ბატონო ქერემ. ეხ მე ვარ. მე. ის ქერემი, რომელიც ზიმოს შენერმა დაბადებამდე მიატოვა. ახლა სხვა გვარი მაქვს. ინჯე ოღლო ვარ. დედა ჩემის ქმარმა მიშველა. გვარიც მან მომცა. კიდე კიდევ ერთხელ მითხრა რა გარეწარი ვარ, არა? ეგ ხომ უკვე მითხარი. მართალია. მაგრამ რა აზრი აქვს? არა აქვს. დიდი შეცდომა დაუშვი. რომ გითხრა ძალიან ნანობ მეთქი, დამიჯერებ? არ დაგიჯერებ.
მართალი ხარ. რატომ უნდა დამიჯერო? 35 სენო. თითქმის 35 წელი გავიდა. მართალია გვიან. მაგრამ მაინც უნდა გკითხო. ეს როგორ ჩაიდინა? როგორ? შემეშინდა გესმის? შემეშინდა. დედა შენმა რომ მითხრა ფეხმძიმედ ვარო. შემეშინდა. შევცვი. ეცოლი მყავდა. მიზეზი სახსნა რომ შემეძლოს საკუთარ თავს აუხსნიდი. შევცდი. ასეთი ადამიანი ვარ გაიგე? ვინც ის დედასაც როგორ შეეშინდა? სწორედ მაშინ, როცა მიატოვე. ახლა როგორ მოიქცე მითხარი? რა გავაკეთო, აივნიდან გადახვდე და თავი მოვიკლა? ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ისედაც განადგურებული ვარ, შვილო. რატომ მოხვედი? იმის სათქმელად მოვედი, რომ ნეტავდა არ მყოლოდა. ნეტავ შენაირი მამისგან და არ მყოლოდა. ნეტავ სეზენი საერთოდ არ გამეცნო. შენ საერთოდ არ მადარდებ. აქვე რომ მოკვდე, არ შემეწოდები. მაგრამ სეზენი ძალიან მიყვარს. ჩემი და ძალიან საყვარელი გოგოა. როდესაც სეზენზე ვფიქრობ, გული მტკივა. შენი არსებობა ხელს მიშლის, რომ საკუთარი დაგულში ჩავიკრა. მე რაც გინდა ის მითხარი, მაგრამ სეზენი რა სასტიკი ყოფილხარ, საერთოდ არ განიცდი. შვილი მანამდე მიატოვე, ვიდრე დაიბადებოდა. არა, სასტიკი არ ვარ. შიშარა ვარ. შენთან საუბარს რა აზრი აქვს? წარედ რომ გელაპარაკო, იმის ღირსიც არ ხარ. ნუ აპატიებ. მეც არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს. მაგრამ როცა მოვკვდები გთხოვ, სეზენი არ მიატოვო. შენი და ძალიან ერთგულია, არასდროს გიღალატებს. არა გალდე, კარგი? გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა. გამარჯობა. კანზად ხარ? დიახ. ოჩახ, ახლა კულისებში გადავინაცვლოთ, კარგი? კარგი. ბავშვს მივხედავ, ნახვამდის. რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ. ბავშვებო გამომყევით. შვილო, აბა შენიცი. დედა, მამა ხომ მოვა? ხომ თქვა მოვალო? ალბათ ცოტა შეაგვიანდება. კარგი, მე მასწავლებელს უნდა გავყვე. ჯერ გაკოცებ. მომისმინე სცენაზე გასვლისას შეიძლება აღელდე, მაგრამ არ შეგეშინდეს. კარგი? კარგი. მეც გაკოცებ საყვარელო. წარმატებას გისურვებ ძვირფასა. გმადლობებია. საყვარელო. ჯადოსნური ჯოხი დაგავიწყდა. წარმატებას გისურვებ ძვირფასა. გმადლობ. ნახვამდის. ჩვენი ბიჭი ძალიან ღელავს. ხო. სცენაზე პირველად გადის. მართალი ხარ. დარბაზში არ შევიდეთ? შევიდეთ. მგონი აქედან უნდა წავიდეთ. ნილუფერ, ვითამაშოთ? ნახე, რამდენი თამაშია? ქალთევზა, მონოპოლია. ილუზიონის და სამყარო. რომელი გინდა? ილუზიონის და სამყარო. ძალიან კარგი. მოდი გავხსნათ. დღეს დეიდა ფირდევსი არ მოვა? არა, დეიდა ფირდევსი ვერ მოვა, ფეხი აქვს ნაღრձობი. რამდენიმე დღე უნდა იწვეს.
Ben yalnız. მარტო უნდა დარჩე? არა, Sen mi kalacaksın? შენ დარჩები ჩემთან? შეხედე რა ლამაზი ცხენია. აი, კიდევ ერთი ყოფილა. მოგწონს? ლამაზია. Hoş geldin. გამარჯობა. სპორციანი მაკარონი მომზადე. სურნელი სადარვაზოში სტრიალებს. Soğanlar biraz ხალხი ცოტა ზედმეტად მოვთუშე მგონი, ცოტა დამეწვა კიდეც, მაგრამ არა უშავს. შენი გაკეთებული მაინც გემრიელი იქნება. hadi. მიდი ხელები დაიბანე და დავსვდეთ. კარგი. ძალიან მშია. Hadi hemen. მაშინ დავიწყოთ. Sezen. ცეზენ, ყველაზე უპასუხისმგებლო და ეგოისტი ადამიანი რომც იყო, მაინც მამაჩემი ხარ. Sezen. ცეზენ შვილო რა ხდება? ღამღამობით რომ მტიროდის ულთმაზე მეფერებოდი ხოლმე. Sen benim saçlarımı okşa. ყოველთვის. Sezen. ცეზენ, ნუდირი. Kerim'in annesine შეუძლებელია იმის პატიება, რაც ქერემის დედას დამართე. günahım çok. ვიცი, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, მაგრამ Ama sen benim შენ მაინც მამაჩემი ხარ. მამაჩემი. hiçbir şey bunu değil. ამას ვერ ამინდა ვერაფერი შეცვლის. შვილო, უმუთი სად არის? Hoş geldiniz. გამარჯობა ქალბატონო ნადიდე, ვერ დავინახე, როდის მოხვედით. უმუთი სად არის? თავის ოთახში არ არის? არა. ბოლოს რომ დახეეძინა? Buket'in ალბათ ბუკეთის ოთახშია. ბუკეთის ოთახში რა უნდა, ბუკეტს სიცხე აქვს. Evet ama ხო, მაგრამ სულ უმუთთან არის, გვერდიდან არ შორდება. ბუკეთი სად არის? ქალბატონო ნადიდე, დაწყნარდით ვნახავ. ნიმეთ, კარადის კარი რატომ არის ღია? არ ვიცი. ბუკეთის ტანსაცმელი არ ჩანს. ჩანთაც არ არის. ღმერთო ის გააკეთა, რასაც ამბობდა? სახლიდან წავიდა? ქალბატონო ნადიდე. აიშე. აიშე, ბუკეთი და უმუთი არ გინახავს? ოთახში არ არიან? hayırdır? რა მოხდა? წამოდი ნიმეთ, გარეთ მოვძებნოთ. დედა, რა მოხდა, არ გვეტყვი? ბუკეთი და უმუთი სახლში არ არიან. Bunun için mi? ამიტომ ხელავ, ნუ გეშინია, დაწყნარდი. შენ დაწყნარდი. ჭკუას ნუ მარიგებ. ისედაც გაგიჟებული ვარ. Parkı filan. ალბათ პარკში წაიყვანა სასეირნო, სხვაგან სად წავიდოდა. ბუკეთი დიდი გოგოა, ბავშვს საერზე გაიყვანდა. არც ჩანთა, არც ტანსაცმელი. Ay bu kadar ასე ნუ ხელავ. დაჯექი, დაწყნარდი. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ წნევა მარა გიწიოს. გეყოფა, ნერიმან, გეყოფა. თავი დამანებე. წამოდი ნიმეთ. წამოდი მივდივართ. ახლავე. Aa, yeter. ეს რა ამბავია? შვილიშვილის ასე გათამამება ვის გაუგია? თავხედი. Sen ne bak? რას მიყურებ?
შვილო, ბუქეტს იცნობ? არა, შენ ხელა გოგოა. ხელში პატარა ბავშვი უჭირავს, არ დაგინახავს? არა, არ დამინახავს. ყველად ვეძებთ. აქ ბუქეთი არ იქნება. სახლიდან წავიდა, ბავშვიც წაიყვანა. დალია დედა. ბავშვის აღზრდა არ იციან და სხვებს ადანაშაულებენ. ნუ ღელა დედა. ვერ გაიგე რა მითხრა. ცოტაც და სახლიდან გამაგდებდა. რა თავხედობაა? შვილი შვილზეა გაბრაზებული და შენზე იყარა ჯავრი. შვილი თორე მეგეც რა. ძალიან კარგი თუ დაიკარგა. სულელი გოგო, მისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. სახლიდან გაიქცა, ბავშვიც წაიყვანა. წესიერათი ლაპარაკი ახო. ხრი საქმეში რატომ ერები? შენი ადგილი იცოდე. თუ არ იცი გასწავლი. მიხედე საქმეს, შენ ღამაკლდი. ბურხანს როგორ ვუთხრა ეს ამბავი? რამე რომ მოუვიდეთ? ნიმედ კარგად დაათვალიერე. კარგი. იქნებ სადმე შეირნობენ. შენი პოლიკლინიკის გახსნამდე ცოტა დრო დარჩა ბატონო ბურჰან. ჩემი არა ბატონო ჰუდაი. ამ პოლიკლინიკას ჩემი შვილის სახელზე ხსნი. დიდი თუ პატარა ყველა უსასყიდლოდ იმკურნალებს. ძალიან კარგია. წარმატებას გისურვებ. გისმენ ნადიდე. რა? ნილოფერ შეხედე? ეს სემრა. დეიდა პირდევსის დაბრუნებამდე შეთან იქნება, კარგი? შენ უნდა წახვიდე? ხომ გითხარი, უნდა წავიდე. არ მოიწყინო, ერთად ვითამაშებთ. გავერთობით. სემრა, ნილოფერი ძალიან კარგად ხარავს, გარდა ამისა. ხან მონოპოლია ეთამაშეთ, ხან ქალთევზა, კარგი? თამაში მე ძალიან მიყვარს. ზღაპარსაც მოგიყვები. მურთფინებსაც ვაყურებთ. კარგი ნილოფერ. არ წახვიდე. ნილოფერ. შენთან მინდა. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ? ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ ისევ მოვალ. ისევ მოვალ. კარგი? გეყოფა შვილო, ნუტერი. მამა მართალია ბურჯო, თავს ნუ იტანჯავ. მაშინ არა მე არ დავემართოთ. ღმერთმა დაიფაროს, ნუ ღელა, ვიპოვით. სად შეიძლებოდა წასულიყო ბატონო ბურჰან, იქნებ ბავშვი ნათესავთან ან ახლობელთან წაიყვანა. ალბათ ქაისერიში წავიდა დედასთან. დარწმუნებული ხართ? დიახ, ამას წინათ გვითხრა დედასთან უნდა წავიდე და უმუთიც წავიყვანაო. სახლიდან წასვლა ადრეს უცდია? დიახ, ერთხელ დასთან ერთად ავტობუსით იზმირში გაპარვა სცადა. მიკვირს ამასაკის ბავშვებს ბილეთს როგორ აძლევენ. ბატონო ბურჰან, ქაისერის უშიშროების სამსახურს და საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდები. ცოტაც უნდა მოითმინოთ, ყველაფერს მალე გავარკვევთ. ოღონდ სახლში ცოცხლები დაბრუნდნენ და მოვითმენთ. თქვენ თუ რამეს გაიგებთ, აუცილებლად შეგვაყობინეთ. რა თქმა უნდა, შუქრო, რა თქმა უნდა. თუ რამეს გავიგებთ, მაშინვე შეგატყობინეთ. გაჩუმდი საყვარელო. ბავშვი გააჩუმე, ისევ დაიწყო. ასე როგორ შეიძლება, თავი მეტკინა. ხომ არ შეა? არა დეიდა, ცოტა ხნის წინ ჭამა. ალბათ მუცელი აწუხებს. ბავშვი მომეცი დაგეხმარები. გმადლობ არ მინდა. ჭამის შემდეგ ბავშვი როგორ უნდა დაიჭირო, იცი? ვიცი. ნუტირი საყვარელო, ნუტირი. შენი ძმა? დიახ. შვილო, ბავშვთან ერთად მარტო რატომ გზავრობ? დედა ჩემი საავადმყოფოშია. მამა მასთან არის. ჩემ ძმას მე უნდა მივხედო. გამაჯანმრთელებას ვუსურვებ. საგმარისია. გამცილებელი სად არის? რა ხდება? ბავშვი არ ჩუმდება. დედამის უთხარით როგორმე გააჩუმოს.
დედა, თვითონაც ბავშვია, ნახეთ რა პატარაა. კარგი, თქვენ მაინც გაჩვენდით, ცოტა მოითმინეთ, რა ამბავი ატეხეთ. თქვენ რა გინდათ, ხალბატონო? წარმოიდგინეთ, ბავშვი რა მდგომარეობაშია. პატარა ბავშვი არ გინახავთ? ხალბატონო, ასეთი პატარა გოგო ამ ხელაგზაზე მარტო რატომ გამოუშვეს? რამე რომ დაემართოთ, პასუხისმგებელი ვინ არის? თქვენ არ იქნებით, ნუ ღელავთ. ამას რა გაუძლებს? ამიკო მოვიდა, მოიცადე შვილო. გამარჯობა. საღამოშვიდობისა. უკაცრავად მე ბატონ ონურთან მოვედი, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა, მე ვერ დაგეხმარებით. მე ნილუფერის სასაყვანად მოვედი. ნილუფერის? ნილუფერი ვინ არის? ალბათ არ იცით. ნილუფერი ბატონი ონურის ქალიშვილია. უკაცრავად ვერ გავიგე. ბატონი ონურის ქალიშვილი? ნილუფერი ბატონი ონურის ყოფილი საცოლის ქალიშვილია. კარგი, ბატონ ონურს ხვალ კომპანიაში მივაკითხავ. არა, გთხოვთ. მობრძანდით. გონი ჯობია წავიდე. გთხოვთ, მობრძანდით. აქ დაელოდეთ. მობრძანდით. ფისუნის სახლშია? არ არის? ძახალო, რაღაც მოხდა. ჩვენი უფროსი შვილიშვილი, ბუქეტი. თქვენთან ხომ არ ჩამოსულა? ჯერ ვერ ჩავიდოდა. არა, არ შეგეშინდეთ. ფისუნს ჯერ ნუ ეტყვით, კარგი? ბუქეტი სახლიდან წავიდა. ალბათ თქვენთან ჩამოვა. ნუ ტირით, საშიში არაფერია. ნუ ტირით, ბუქეტი ჭკვიანი გოგოა. ნუ ღელავთ. ფრთხილად იქნება. ფული? ჩემი საფულიდან 500 ლირა აუღია. გროს ჯაჭვი და მედალიონით წაუღია, ბებია. აქვს, ფული საკმარისად აქვს. ალბათ მალე მოვა. ბავშვი არ შეეშინოთ. ნუ გაუბრაზდებით. შვიდად მიიღეთ და მაშინვე დამირეკეთ. ძახალო, ხომ გითხარით, ფილსუნს ჯერ არაფერი უთხრათ. ნილი იზმირში ჩემს უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ავტოკატასტროფის შემდეგ ნილუფერი ჩემთან დარჩა. მეგონა ბატონი ონური ნილუფერს შეიფარებდა და უპატრონებდა. მართალია, მან არაფერი არ იცოდა, არც ბავშვი უნახავს. ან როგორ ნახავდა, მაგრამ ნილუფერი ბატონი ონურის შვილია. ასე მის გარდა ბავშვს არავინ ხავს. ახლა სულ მარტო დარჩა. თურმე ნათესავებს ეძებს. იმისთვის რომ ბავშვი მათთან დატოვოს. როგორც ჩანს, ბატონი ონური ნილუფერზე ზრუნვას არ აპირებს. ოდა ახლა არც კი ვიცი როგორ მოვიქცა. აქ რატომ მოხვედით? სინდისი მქეჭნის. სინდისი ქალბატონო. მელი ძალიან მიყვარდა. მართლაც საოცარი ადამიანი იყო. ნილუფერიც მიყვარს. ძალიან ნანობ. ბატონ ონურს რომ დავუთმე. რადგან ბატონი ონური ბავშვის აღიარებას არ აპირებს, ნილუფერს მეწავიყვან. ამიტომაც მოვედი. გოგონას ვერ მივატოვებ, სინდისი ამის უფლებას არ მომცემს. ასე რომ მოვედი, რომ ბავშვი თან წავიყვანო. გასაგებია, მაგრამ ბავშვს როგორ მიხედავთ? ამბობთ, რომ ამის საშუალება არ გაქვთ. რამე გამოსავალს ვიპოვე. სხვა რა გზა? ბავშვს ნათესავები საერთოდ არ ყავს? არა. ბები ეხავდა და ისიც გარდაიცვალა. ბატონი ონურის გარდა არავინ ხავს. თუმცა ასეთი მამა გინდხოლია გინდა რა. რა მნიშვნელობა აქვს?
გამარჯობა ბატონო ონორ. საღამოშიდობისა. მამა, მოდი ჩემთან შვილო. ჩემს წარმოდგენას რატომ არ დაესწარი? საქმე მქონდა მაპატიე შვილო. მაგრამ ფკვირდები. შენდა ღონისძიებას აუცილებლად დავესწრები, კარგი? კარგი. გალბატონი შაჰრაზადი არ დაბრუნებულა? სახლშია, სტუმარს ესაუბრება. მისაღებშია? კაბინეტში არიან. წამოდი. მეტად სულ არ მომეყვანა ნილუფერს გული ვადგინა. შაჰრაზად საყვარელო. სტუმარი ყოლია. არ ვიცით რომელი ავტობუსით წავიდა. ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერ გავარკვიეთ. ხო, ავტოსადგურში წადი. ოღონდ არ დაგინახოს, შეეშინდება და გაიქცევა. ალბათ კაისერში გვიან ჩამოვა. ზუსტად არ ვიცით სახლიდან რომელ საათზე გავიდა. ღმერთო დაგვიფარე განსაცდელისგან, სად არიან? ნუტირი ნადიდე, ნუტირი. პირილით რამე სუშველი? მადლობ. ურჰან ვიძეა. კიდეც ვესაუბრე. ავტოსადგურში წავიდა და დაელოდება. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვა, მაშინვე დაგვირეკავს. კარგი. კან წადი გულჯანმა ვახშამი მოგიმზადა. მამასთან მინდა. კან რაც გითხარი გააკეთე. წადი შვილო, ჯამე. ბატონ ჰაკანს ნილუფერის ამბავი აინტერესებს ონორ. სად არის გოგონა? ნილუფერი კარგადაა, ნუღელობთ. ბატონო ონორ, მე ძალიან ნანობ ნილუფერი თქვენ რომ დაგიტოვეთ. დამშვიდ დირძალო. აჰუ რასელოდები წამალი მოიტანე, ჩქარა, ვერ ხედავ? დედა ცუდად არის. ბატონო ბურხან, გთხოვ შვილიშვილების სახლში დამიბრუნე. ნადიდე თავს ნოიტანჯავ. ასე არ შეიძლება, ბავშვია, ეპატიება. დედასთან წავიდო და ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. მარა, თავზე ნუ დამყვირი. ესეთი რა გითხარი? რა გულცივი ქალი ყოფილ ხარ, ნერიმან? ასე მშვიდად როგორ ხარ? პატარა გოგო ჩვილ ბავშვთან ერთად წავიდა სახლიდან, ისიც კი არ ვიცი როგორ არიან. იქნებ რამე შეემთხვა, შენ კი გაიძახი, ბავშვია, ეპატიებაო. ამდენს ვერ ხვდები? ბატონო ბურხან, რა უნდოდა? გაჩუმდი. გოგომ თავს უშველა. სხვა რა გზა ქონდა ამათი გაძლება როგორ შეიძლება? მართალი ხარ? ნეტა არაფერი შეემთხვეთ. რას ამბობ ღმერთმა დაგვიფაროს? მიხარია რომ ნილუფერი კარგადაა. ახლა დავმშვიდდი. მის გამო ძალიან ვღელავდი. არა, კარგადაა. კარგი. ესე იგი ნილუფერს უპატრონებთ? თქვენთან იქნება? ბავშვი მივხედავ, ბატონო ჰაკან, ნუღელავთ. მადლობელი ვარ რომ მის გამო შეწუხდით. კარგი. მაშინ თქვენი ნებართვით დაგტოვებთ. ბოდის გიხდით. გაუფრთხილებლად მოვედი. და გონი პრობლემა შეგექმნით. ასე რომ ძალიან გთხოვთ. არა, თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ. გაგაცილებთ. არა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია ნადიდე. სახლში გულხელდაკრეფილი ვერ ვიждები. ადექი, ალექევალ. მანქანის გასაღები მოიტანე, მივდივართ. გემუდარები ბატონო ბურხან. კაისერიში ალიქემალი წავიდეს, ოპერაცია ახლახან გაიკეთე, ასეთ მდგომარეობაში როგორ იმგზავრებ? რას ამბობ, ეს უჩემოდ რას გააკეთებს?
განისთან ერთად წავიდეს. გთხოვ, შენ სახლში დარჩი, აქ დაველოდოთ. იქნებ დაბრუნდნენ. კარგი. განი, შენ და ალი ქემალი წადით კაისერიში. ყველა დასასვენებელი პუნქტი, ყველა გაჩერება დაათვალიერეთ, იქნებ ბავშვებს სადმე წააწყდეთ. კარგი, თქვენ როგორც იტყვით, ბიძებურგან. ჩემი და-ძმა სახლში დააბრუნე, გთხოვ, დააბრუნე. თუ გეშინია, დავაბრუნებ. აჰო, შენც ჩაიცვი. რას ველოდები, მიდი. რა ხდება, სად მიდის? ქმართან ერთად ახუც უნდა წავიდეს ძმაო ბურხან. ასე დროს ცოლი ქმრის გვერდით უნდა იყოს. არ არის საჭირო. თქვენ მანდ ისხდით. მაგრამ არა მეთქი. ალი ქემალ. უკეთს რომ მივოვით, სახლში თვითმფრინავით დაბრუნდით. ბავშვები მანქანით არ ატარო. ისედაც გადაღლილები იქნებიან. გავფრთხილებთ, არ გაუბრაზდე, არ დავუყვირო. გასაგებია? რა თქმა უნდა, მამა, ნუ ღელა. წამოდი. ვიფიქრე ბავშვებს რომ წამოიყვანენ, გზაში მიხედავს მეთქი. რა ვთქვი ასეთი? ნერიმან, კმარა. ყველაფერში ცხვირს ნუყოფ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ბებია ფერიდესადა. წარმოდგენის შემდეგ სახლში წავიდა. რატომ? არ ვიცი. ასე თქვა სახლში წავალ და ცოტა ხანს იქ ვიქნებიო. აქ უნდა იჯდე? მისახებში არ გამოხვალ? მგონი უნდა ვილაპარაკოთ, არა? რატომ? ჩემთვის რამე გაქვს სათქმელი? მაქვს. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ნილოფერის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. კიდევ უარესი. საშინელებაა რომ არ იცოდი. მართალი ხარ. მაგრამ არ ვჯერა, რომ ნილოფერი ჩემი ქალიშვილია. არ მგონია მისი მამა ვიყო. დიდი ალბათობით ასეა. ნილის შესახებ გიამბე. დანიშნულები ვიყავით. უნდა გვექორწინა, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით. თუ გახსოვს, დაშორების მიზეზიც გითხარი. ის პერიოდი რთულად გადავიტანე. მახსოვს. დაშორების მიზეზი ის იყო, რომ გიღალატა. ასეა. ამის გადატანა არც ისე მარტივია ხომ, გესმის? ვიცი რაც მოხდა. როდესაც გაიგე რომ ნილი სხვა კაცთან ღალატობდა, კინაღამ გაგიჟდი. ქალების მიმართ ნდობა დაკარგე, ეს უკვე ვიცი. ახლა ნილუფერზე მომიყევი. ნილს რომ დავშორდი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩემთან მოვიდა. მითხრა ორსულად ვარო. არ დავუჯერე. რადგან მიღალატა, ვიფიქრე, რომ იმ კაცისგან იქნება ფეხმძიმედ მეთქი. და როგორ მოიქეცი? ქალმა რომ გითხრა ფეხმძიმედ ვარო, რა გააკეთე? თუმცა ისედაც ცხადია რა გააკეთე. უთხარი ეგ ბავშვი ჩემი არ არის მეთქი. შენიაო დაიფიცა. იტირა. მაგრამ ახლაც არ ვჯერე, რომ ჩემი შვილია. არ ვიცი, მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. უთხარი შენგან ბავშვი არ მინდა, წადი და მოიშორე მეთქი. მაინც გავაჩენო, მიპასუხა. დიდხანს ვიგამათეთ. ბოლოს კიდევ უთხარი, რომ აბორტი გაეკეთებინა. მერე? დირილიც წავიდა.
მეგონა ამბურს გაიკეთებდა, მაგრამ როგორც ხედავ, შაჰრაზად. შაჰრაზად, მომისმინე. Dinler misin beni? Ne yapıyorsun sen? რას აკეთებ? Lütfen. ხო, მომისმინე. თავი დამანებე. O çocuk ნილუფერი ჩემი შვილი არ არის, გასაგებია? რა იცი? biliyorum. ვიცი, ჩემი არ არის, რატომ არ გჯერა? საშინელი რაღაც მითხარი. რა სასტიკი ადამიანი ყოფილხარ. იმ უმწეო გოგოს არ მივატოვებ. Bir çocuk var. აუცილებლად მოვძებნი გამოსავალს. Lütfen sen de beni anla. გამოსავალს მოძებნი? შენი ჩადენილი ცოდვის გამო იმ ბავშვს უნდა აზღვევინო? ახლა რა გამოსავალს ეძებ? ის ბავშვი ჩემი არ არის მეთქი, არ გესმის? რა იცი? რა იცი რომ შენი არ არის? საცოლემ გითხრა შენგან ვარ ფეხმძიმედო. შენ კი რა უპასუხე? წადი და საკუთარ თავს თვითონ მიხედეო არა? არც დაინტერესებულ ხარ აბორტი გაიკეთა თუ არა? არც მასზე გიფიქრია და არც შვილზე. ეგოისტი ხარ. შაჰრაზად, მითხარი ქერემის მამისგან რითგან სხვავდები? შაჰრაზად, ზედმეტი მოგდის. რა შენ ჩაიდინე იმასთან ჩემი ნათქვამი არა მუსატანია. საკმარისია, უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო. ახლა ხვდები 100,000 დოლარი როგორ შემომთავაზე. მაშინ ჩემი ღირსების შელახვაზე არც მიფიქრია. ახლა კარგად მესმის რა უტიფრად შემომთავაზე. მესმის და გული ძალიან მტკივა. შაჰრაზად, შაჰრაზად, გთხოვ იმ ღამეს ნუ გამახსენებ. თურმე ამგვარი ღამე ბერჯერ ქონია. Şehrazat. შაჰრაზად, კან ჩაიცვი მივდივართ. Şehrazat. შაჰრაზად, საყვარელო, ძვირფასო, გთხოვ დამშვიდი. საყვარელო. საყვარელო, უნდა დავილაპარაკოთ. საყვარელოს ნუ მეძახის სალაპარაკოც არაფერია. ჩანთა აიღე. გთხოვ, ისენ მოიქცევი, რომ მე სანანებელი გაგიხდეს. შენთან კიდევ თუ დავრჩები, ეს მექნება სანანებელი. კან მივდივართ. სად? ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.